ტკივილი მუხლის არეში, ჯდომისას, დგომისას, კიბეზე ასვლის დროს, თუნდაც წოლის დროს მუხლის მუხლზე შეხებისას. ალბათ ეს ყველაფერი ნაცნობი იქნება თქვენთვის, რომელიც ხშირად ბრალდება ანთებას, სახსრის წვეთას, ტრამვას ან ეგრეთ წოდებულ მარილებს. თუმცა პრობლემა შეიძლება მომდინარეობდეს მუხლის არეში არსებული ერთი უცნაური სახელწოდების მქონე წერტილიდან, მისი ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, რომელსაც ეწოდება ბატისფეხა მყესი. და დღეს რუბრიკაში უმკურნალე პრობლემას და არა სიმპტომს ვისაუბრებ ამ მყესის შესახებ, რომლის უგულებელყოფა ხშირად ხდება მწვავე პრობლემების გამომწვევი და არასწორი მკურნალობის მიზეზი. მოდით ვისაუბროთ ამ მყესის ანატომიურ თავისებურებაზე. რატომ ეს სახელწოდება ბატისფეხა მყესი? მუხლის შიდა მხარეს, დიდი წვივის ძვალზე ერთ წერტილში იკრიბება სამი სხვადასხვა კუნთის მყესი. ესენია: თერძის კუნთი, რომელიც მოდის მენჯის წინა ზედაპირიდან, ნაზი კუნთი, რომელიც მოდის ბოქვენის ძვლიდან და ნახევრადმკესოვანი კუნთი, რომელიც მოდის ბარძაყის უკანა ზედაპირიდან. ამ სამეულის შეერთებით კი დიდი წვივის ძვალზე ვიღებთ ბატისფეხა მყესს. მისი ფუნქციაა მუხლის სტაბილურობა. რატომ ხდება ამ მყესის დაზიანება? ხშირ შემთხვევაში მყესი თავისთვის არასდროს ზიანდება. იგი უფრო მეტად მსხვერპლი არის სხვა კუნთების არასწორი ფუნქციონირებისა და ძალთა არასწორი გადანაწილების. რა შეიძლება იწვევდეს ამ პრობლემას? მაგალითად, დუნდულა კუნთის არასწორი ფუნქციონირება, რომელიც იწვევს მუხლის შიგნით ჩატრიალებას და ამ მყესზე ზედმეტ ზეწოლას. ან თუნდაც ტერფების შიდა როტაცია, რომელიც თავის მხრივ წვივს აიძულებს, რომ შეიცვალოს პოზიცია, ასევე შიგნით ჩატრიალდეს. ამ თემაზე წინა რუბრიკაში ვისაუბრეთ და შეგიძლიათ გადახედოთ და მარტივად მიხვდებით რა მექანიზმი მუშაობს ამ დროს. ხოლო ამ შიდა როტაციის დროს კი უკვე ხდება ამ მყესზე ზედმეტი ზეწოლა. როგორ პოვლოთ პრობლემას? აქ უკვე შევეხოთ დიაგნოსტიკის ნაწილს. ხშირად რენტგენოლოგიური ან ულტრაბგერითი გამოკვლევა არაფრის მომცემი ან არასაკმარისია. ამ დროს ვიყენებთ სპეციალურ ტესტებს, რომლებიც ამოწმებენ მენჯის, ბარძაყის, წვივისა და ტერფის სწორ დგომს, კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას. ხოლო ტესტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვადგეთ მკურნალობის სწორ მიმართულებას, რომელიც რა თქმა უნდა გულისხმობს პრობლემის და არა სიმპტომების მკურნალობას. რატომ ვამახვილებ ყურადღებას პრობლემის და არა სიმპტომის მკურნალობაზე? ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ყოფილა პაციენტები, რომლებსაც ვთქვამთ, რომ იღებდნენ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს, პირველ გამოყუჩებლებს, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, თუნდაც იტარებდნენ მასაჟს, იტარებდნენ ფიზიოთერაპიას, იყენებდნენ მალამოებს ან ცივსაფენებს, მაგრამ შედეგი საერთოდ არ ჰქონდათ, ან დროებითი იყო ის. და გასაგებიც არის რატომ? იმიტომ რომ ამ დროს ხშირად ვაწყდები სიმპტომების მკურნალობას და არა პრობლემის. ფიქრობენ, რომ თუ კი ტკივილი გაივლის, პრობლემაც მოგვარდება. რა თქმა უნდა, პრობლემა არ მოგვარდება, პრობლემა ისევ არის და ისევ ფუნქციონირებს ის. და უფრო მეტი დაზიანების და უფრო მეტი ტკივილის და პრობლემის მომტანი შეიძლება გახდეს, ვიდრე ეს აქამდე იყო. გახსოვდეთ, სწორი მკურნალობა და ჯანმრთელობა იწყება სწორი პრობლემის აღმოჩენიდან და მისი მკურნალობიდან, რომელიც რა თქმა უნდა თავის მხრივ დაგაზოგინებთ დროსაც, ენერგიასაც და თანხასაც. ამიტომ უმკურნალეთ პრობლემას და არა სიმპტომს. მე გახლავართ აჩელ კაპანაძე, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი. ხარისხიანი და დროული მკურნალობისათვის შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში ან დაერეკოთ მითითებულ ნომერზე. ვიმედოვნებ, რომ ინფორმაცია სასარგებლო იყო, გისურვებთ ჯანმრთელობას.